წლის განმავლობაში შეგვიძლია ვისაუბროთ უამრავ თემაზე, განსხვავებული რაკურსებით, იგივე ლიტერატურაზე, შემოქმედებაზე, ხელოვნებაზე. ამ შემთხვევაში შესაძლოა ყურადღება გავამახვილო უფრო საზოგადოებრივ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენი ყოფითი სივრცის ნაწილია. ეს თემები შეიძლება იყოს გაუცხოება, ინდიფერენტული დამოკიდებულება ადამიანების ერთმანეთის მიმართ, გულგრილი დამოკიდებულება, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით და სულოდ გადავლახოთ ჩვენი შემოქმედებითი რაღაც გარკვეული პოტენციალის დახმარებით. ბატონი ჟანიკაშვილის შემოქმედებაში იკვეთება ის მოტივები და ის ნიუანსები, რომლებიც აგვეხმარება გავათვალისწინებიაროთ ჩვენი არსებული საზოგადოებრივი პრობლემები. რომ გავიხსენოთ თუნდაც მისი ერთნაწარმოები მარტო კაცთა გადასავალი, ეს ფაქტობრივად მე-20 საუკუნის, 21 საუკუნის ადამიანის ერთგვარი ოდისეა, მისი შინაგანი პრობლემების განსახილველი და გადასალახი გზა, რომელსაც გვთავაზობს ავტორი გარკვეულ მითოლოგიურ ქსოვილში. და მისი თვალსაჩინო მითოლოგიური გმირები ფაქტობრივად თანამედროვე რეალობის მომსწრენი და აქტუალური პერსონაჟები ხდებიან და ჩვენს უნდა ვიპოვოთ ჩვენ თავში ზალა, რომ შევხედოთ მომავლის მითოლოგია და ფაქტობრივად ხელოვნების ზალით, იმ ინსპირაციის ზალით, რომელსაც პოულობთ ფაქტობრივად ყოველდღიურ ცხოვრებაში, ნებისმიერ საგნებში, ადამიანებში, რომლებიც შეგვაგონებენ გარკვეულწილად გადავლახოთ რაღაც ბარიერები, რომლებიც ჩვენ შორის არსებობს და ფაქტობრივად შევქმნათ ახალი საინტერესო რეალობა ჩვენთვის და ჩვენ მომავალი თაობებისთვის. მადლობთ.